ილია მეორემ თქვა ხო ბძანა მან ესე იგი ეს არის სრული ჭეშმარიტება და ამიტომ არის ვემხრობი რა თქმა უნდა ეს ილია მეორეა პატრიარქი არა ვიღაცა მეფეები არ მართავდნენ ქვეყანას დედა როგორ არ მართავდნენ ყველანაირად მართავდნენ მუშაობაც იყო სამსახურიც იყო და არჯობ კომუნისტური წყობაც ხომ იყო ისიც კარგი იყო ხალხისთვის ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ხო ხალხს უფრო შეუყვარდება ერთმანეთი უფრო დააფასებენ ერთი მეორეს ალბათ მეფე თუ ქვეყანას ფეხზე დააყენებს და თუ ისეთ საქმეს გააკეთებს ხალხს ეშველება და ქვეყანას ეშველება ფეხზე დადგება და საზღვრებს მოუვლის რა მაშინ საჭიროა მაგრამ სხვა შემთხვევაში ვერ გეტყვით არ ამგონია რომ მონარქია უნდა იყოს საქართველოში აუ ვერ დავასაბუთებ ვერანაირად რატომ უნდა იყოს ატო არ უნდა იყოს არ შეიძლება ახდეს რაღაც მონარქიული წყობილება იმიტომ რომ დემოკრატია ზოგადად მივიღწევთ რამოდენიმე წელიწადია კი არა თითქმის საუკუნე ნახევარია ჩვენ ვემხრობით ევროპას და მივდივართ მისკენ და შეუძლებელია უბრალოდ ეხლა კიდე მოხდეს ქართული ერის აზროვნების ტრანსფორმაცია მონარქიულ წყობილებაზე ეს რადიკალურად დააცემს იმ დეგრადირებულ საზოგადოებას რომელშიც დღეს ვცხოვრობთ კი არის აუცილებელი ისე ხუთაშორს იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე აკლია საქართველოს რომ წყობში მოიყვანოს ყველაფერი. მგონი საპრეზიდენტო პრეზიდენტი ჯობია ყავდეს ქვეყანას ვიდრე მე. პატრიარქის სიტყვას რა თქმა უნდა ვეთანხმები. რატო ვეთანხმები და რავი, ქრისტიანი ვარ მე თვითონაც და მწავს პატრიარქის სიტყვის. ესე ვთქვათ. თუ კი პატრიარქმა თქვა, აუცილებლად სიმშვიდე იქნება ქვეყანაში გვეყოლება მეფე. მონარქიის წყობილება მე მგონი გარკვეულწილად ხელშეუწყობს ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის გამარჯვებას. ხალხის კულტურის ჩამოყალიბებას, მის ადათ-წესების სრულყოფას და მე მგონი დადებით გავლენას იქონიებს მონარქიული წყობა კერძოდ საქართველოში. თუ კი საზოგადოებრივი აზრი იქნება მომწიფებული, მაშინ კი. თუ კი საზოგადოებასთან მუშაობა და განმარტება საჭირო, რატომ ამ კითხვაზეა პასუხი საჭირო. თორემ მთელი რიგი პლუსები აქვს. და თქვენ როგორ ცემთ ამ რა ვიცი, ჯერ ცოტა გამიზნელდებოდა, საერთოდ აქვს მთელი რიგი პლუსები. განსაკუთრებით აი მაგალითად შეხედეთ რა ხდება, აი თქვა მეფე აფხაზთა ქართველთა რანთა კახთა და სომეხთა თუნდაც იგივეა აღმაშენებლის ტიტულატურა ხო ჩვენ ისტორიულ მეხსიერებაში ეს ხო დევს არა ეს ყველსაც უნდა გავაგებიოთ მეფე ნამდვილად არ გჭირდება ალბათ